მაგრამ შენ ხელმძღვანელები ყავს, რომლებიც სახლებში იმალებიან, უგულავა, გია ბარამიძე, რა ქვია იმას, ეგ ნაცები სულ ყველა რა. სახლიდან ტელეფონით ურეკავენ ბურჭულაძეს და ესეკენი ისეკენი. და ბურჭულაძე კიდე რაზე არ არის ცხოვრებაში არ უკეთებია ეგ საქმე. ვინო კახურო სიმღერის მეტი აფერი არ უკეთებია მაგას. და ისიც ერთხელ შეეშალა და წავიდა და პუტინთან იმღერა. 2008 წლის ომის მერე რო პუტინთან იმღერებ კაცი. რაც არ უნდა გაამართლო ეხლა იქ ვიღაცამ დაპატიჟა, იმის დაბადების დღე იყო, მაგი წავიდა იმ კაცთან და იქ მერე უარის თქმა აღარ გამოდიოდა, რა არ გამოდიოდა. გამოვიდოდი და ვიტყოდი რომ მე არ ვიცოდი აქ ვინ დაესწრებოდა დღეს ამ ღონისძიებას, ჩემი ხალხის წერი და ჩემი ხალხის ყოლელი როზის აქ ლოჟაში, მე იქ არ ვიმღერებ. აი ამას ვიტყოდი და წამოვიდო და მოუტრიალდებოდი. აი მაშინ ეგეთ კაცს უნდა გაყვე, ეგეთი ნაგვიჯი რო ეკრება გადადგმული ცხოვრებაში. და რო იმღერებს და რო უცინის ლოჟაში პუტინს, იმ კაცს როგორ მიყვები ბრძოლაში პუტინთან მერე? პუტინთან ბრძოლა იყო გუშინ ფაქტიურად. და შენი ბრძოლაში მიდიხარ კაცთან იმ კაცის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელსაც იმასთან ნამღერი აქვს. ხალე არა ხარ როცა მაგას მიყვები? ვის გაყევით თქვენ ჩემი 18-იანებო, ვის? ყველა რატო დაამარცხეთ ჩემი ქვეყანა მეათეთ უკვე თუ მეასეთ, რატო? იმიტომ რომ გიხდის ამერიკელები და იმიტომ ნახევარზე მეტი მანდ ლიდერები სულ ყველა ნაყიდია, ნახევარზე მეტი კი არა 99% ამერიკის ხელფასზეზის ეგენი. ესენი რუსების ხელფასზეზიან ქოცები, ისინი ამერიკელების ხელფასზეზიან. და მე გეძახით უხელფასო ფულს რო ვერ მოგცემთ ისეთი კაცი, მაგრამ 100%-იანი რო მოგაგებინებ და ყველა იმას წერს. დაფინანსება თუ არ იქნა გივიჯან არაფერი არ გამო. აი დაფინანსება სადაც არის, ეგერ გუშინ იყავით იქა თქვენ და რაც გამოგივიდათ ხედავაგე. ბრძოლას იგებენ უფულოდ, გულით და არა დაფინანსებით. გამოყალევებულებო თქვენ. რამდენი ამერიკელს გაყვებით, აწი იმას მიიღებთ, რაც აქამდე მიიღეთ. ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენით, არავის დახმარება ჩვენ არ გვინდა. საკმარისი ვარ ჩვენ, საკმარისი ქართველები, რომ მოვიგოთ ჩვენ თვითონ. ოღონ უნდა დაუჯეროთ ნორმალურ ადამიანს და არა ვიღაცა ნაბოზრებს, ფულის გულისთვის რო არიან მოთრეულები. და მე არ უნდა ის დემაგოგია, მე იქ მივდივარ, სადაც ჩემი ხალხი იქნება. სად მიდიხარ შეხალეო? ჩემი ხალხი 56 წელს სტალინის დასაცავად გამოვიდა. და მოუტყნა რუსი ჯარმა დედისტრაკი, სტალინის იცავდა, სტალინის სახელის დასაცავად გამოვიდა საქართველოში ხალხი. საშვილიშვილად შეგვარცხვირა იმ ხალხმა. ჩემი ხალხი იყო, იქაც უნდა გავსულიყავით? ბებია ჩემა რო გაიგო, ეგად ჩემ შვილებმა თავის შვილებს უთხრა, ფეხი არ გაადგათ მაგ ნაძირალა სახელის დასაცავადო. ბაბუა თქვენი მაგის მოკლულიაო. მამა თქვენი მაგის მოკლულიაო. ბაბუა ჩემი იყო ოფიცერი. ქერჩი ჩავარდა ტყვედ, პალპალკოვნიკი იყო, მეფის ოფიცერი ჯერ კიდევ.